შიდა ქართლის ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს არ მოხსნან მიუსაფარ ძაღლებს ყურსაკიდები, სადაც ცხოველის აცრებისა და ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციაა თვირთული. ბექა გიუნაშვილი ამბობს, რომ თვითნებურად ეგრეთ წოდებული საყურის მოხსნა სააგენტოს მუშაობას ართულებს. ამასთან მოქალაქეებისთვის რთულად ამოსაცნობია, არის თუ არა იგი ცოფსი აცრილი და არის თუ არა ცხოველი უსაფრთხო. ბექა გიუნაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ცხოველს რაიმე ტიპის დაზიანება ექნება ყურზე, უნდა დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. არაერთი ფაქტი მოხდა და ამაზე სააგენტომაც ოფიციალური განმარტება გააკეთა. მოქალაქეების ნაწილი, საკმაოდ მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც არსებობენ, რომლებიც თვითნებურად ქუჩაში მცხოვრებ, ქუჩის ცხოველებს უკვე გასტერებულ, ვაქცინირებულ და ეგრეთ წოდებული ბირკის მქონე ცხოველებს თვითნებურად ხსნიან ყურის საჭდეს და მე მაქსიმალურად თხოვ, ყველას მოუწოდებ ყურის ბირკა, ეგრეთ წოდებული ბირკა და საჭდი ნიშნავს, რომ ცხოველი არის გასტერილებული, ვაქცინირებული და არის უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, შემოვლის დროს, გამოძახების დროს ისევ ჩვენთან ამყოფი ცხოველი, ისედაც, როდესაც დამჭერი დაიჭერს, სააგენტოში გადმოყავს, მანქანაში სვავს, შემდგომში ვოლიერში ხდება მისი განთავსება, ცხოველი ისედაც ისტრესება იმ რამდენიმე დღის გამო და გთხოვთ მსგავსი ფაქტები რო არ მოხდეს, თვითნებურად თუ არ მოხდა მაგალითად ყურის დაზიანება იშვიათ შემთხვევაში ხდება, თუ მაგალითად უბანში მიმკედლებელს ყავს ცხოველი, რომელსაც უვლის და შეამჩნია რომ ყური ან ჩაუჩირკდა ან რაღაცა პრობლემა აქვს, მოგმართოს ცხელ ხაზზე სააგენტოს ცხელ ხაზზე, გადმოვიყვანთ, დაამუშავებენ ვეტერინარები, შეამოწმებენ ბოლო ვაქცინაცია როდის მოხდა, ხელახალი რევაქცინაციას ჩაუტარებენ და ისევ დააბრუნებენ და ზუსტად სააგენტოს ეფექტიანი მუშაობაც იქიდან გამომდინარე იქნება, რაც მეტი დაბირკული, ეგრეთ წოდებული დაბირკული და საჭდიანი ცხოველი იქნება, ეს ნიშნავს, რომ სააგენტო მუშაობს. მოქალაქისთვისაც რა არის, ხო სიტყვაზე რო ხედავს, რო არის გასტერილებული ცხოველი, რითი უნდა მიხვდეს, რო აცრილია, ხო? როდესაც ყურის ბირკა აქვს. ამიტომ გთხოვთ, რომ ესე თვითნებურად თავი შევიკავოთ.